ვიგინი თაყვანისცემდეს მას, თაყვანისცეს, რო ამაღლდა ზეცად და მიიქცეს იერუსალიმად სიხარულითა დიდი. და რა უხაროდათ? წესით ხო განაწყენებულები უნდა იყო. ეკლესია გვაწვდის ამის განმარტებას ამაღლების ტროპარში, დღევანდელი დღესასწაულის ტროპაში არის სიტყვები, რომ მათ იმიტომ უხაროდათ, რომ მათ ჰქონდათ აღთქმა, რომ მოვიდოდა ნუგეშინის სემელი სულიწმინდა, ანუ სულიწმინდა ღმერთის მოლოდინის განცდა აქვს და ამიტომ აქვთ სიხარული. თეოლოგიური განმარტებაა იმ მდგომარეობისა, რაც უნდა მოხდეს, იმიტომ რომ სულიწმინდა ღმერთის გარდამოსვლა, აი წერიათ, რომ მოიქცეს იერუსალიმად, ეს ნიშნავს, რომ სიმბოლურად გულში შიგნით, ანუ შიგნით არიან. ხო ამაღლდა ზეცად, მაგრამ მოლოდინი იწყება შიგნით, იმიტომ რომ სულიწმინდა ღმერთი რომ მოვა მათზე, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ გახდნენ ტაძარი ღვთისა. და როცა ხდება ტაძარი ღვთისა, ეს ნიშნავს ახსნდება საიდუმლოება, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ამ საიდუმლოებას ქვია ქრისტე ჩვენში. ქრისტე ჩვენში და ქრისტე როცა არის ჩვენში, ეს ნიშნავს, რომ მამაც არის ჩვენში, როგორც თავად ქრისტე გვასწავლის, თავად სულიწმინდა ღმერთია ჩვენში, ყოვლადწმინდა სამება მკვიდრდება ჩვენში და ჩვენი გული გადაიქცევა ზეცად და ჩვენ გულსა და ზეცსა შორის განსხვავება აღარ არის, იმიტომ რომ აქაც და იქაც ღმერთია და ეს გონება მიუწვდომელი საიდუმლოება თეორიულად არ განიმარტება და იგი მხოლოდ და მხოლოდ გაიგება სულიერი ცხოვრების პრაქტიკით, რომელსაც შინაგანი ქრისტიანული სულიერი ცხოვრება ქვია.